ექსპერტები ოპოზიციას პასიურობისთვის აკრიტიკებენ. პოლიტოლოგთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ზაფხულის პერიოდში მმართველი გუნდის აქტიურობის ფონზე ოპოზიციას დასვენების მორალური უფლება არ ჰქონდა. მეორე ნაწილი კი ოპოზიციის პასიურობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგით იმედგაცრუებას უკავშირებს. როგორ პასუხობენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ექსპერტთა კრიტიკას და როდის გეგმავენ პოლიტიკურად გააქტიურებას, ნახეთ ხათუნა ხვედელიძის სიუჟეტში. ოპოზიცია დღე-დაღამეს უნდა ასწორებდეს საერთოდ. რა დროს დასვენება მისთვის, როდესაც 12 თვე პრაქტიკულად შედეგის მიხედვით ის ისვენებს, რა. ექსპერტი სოსო ცინძაძე ზაფხულის პერიოდში ოპოზიციის პასიურობაზე საუბრობს. ექსპერტი პარალელებს ხელისუფლების აქტიურ ქმედებებსა და ოპოზიციის მიერ საკუთარი თავისთვის მოწყობილ არდადეგებს შორის სწავლებს. მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, სადაც ის პოლიტიკური ძალა ისვენებს, რომლის ოპონენტიც აქტიურია, ეს ოპოზიციის რეიტინგისთვის სახარბიელო არ იქნება. სოსო ცინძაძე გასული წლის ზაფხულსაც იხსენებს და ამბობს, რომ ოპოზიციამ შარშანდელი წელიც უმოქმედოდ გაატარა და საზოგადოებას პოლიტიკური პროცესების გააქტიურებას შემოდგომიდან პირდებოდა. პირდებოდა, რომ აი ნახავთ მოვა შემოდგომა, ნახავთ მოვა სექტემბერი და ახალი ტალღა, ახალი გრიგალი, ახალი ტორნადო, ახალი ცუნამი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როდესაც ოპოზიცია ლელა კაკულიას დონემდე დადის და ლელა კაკულიას ჟანრში პირდება საზოგადოებას, ესე იგი რაღაც აუხთენელ მოვლენებს, არა? ეს უკვე ელემენტარულად კომიზმის სახესღებო. ყველას ხო გვახსოვს ეს. ოპოზიციის საზაფხულო პასიურობას ადგილობრივი არჩევნების შედეგებს უკავშირებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი. პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ოპოზიციას ძალების აღდგენის პერიოდი აქვს. ნოკდაუნი მიღებული ოპოზიციის მიერ განვლილ არჩევნებში აღმოჩნდა უფრო მძიმე, ვიდრე ეს ერთი თვალით შეიძლება დაგვენახა. ამიტომ შემოდგომა ჩემის აზრით არის არა რაიმე დაგეგმილ გონივრულ ქმედებათა ჯაჭვად წარმოდგენილი ოპოზიციის მიერ, არამედ იმედის საკუთარი გამოჯანმრთელებისა და გონზე მოსვლისა ამ ნოკდაუნის შემდეგ. გააქტიურება ოპოზიციის, ვფიქრობ, უპრიანი იქნება გარკვეულწილად საკუთარი ურთიერთობების დალაგების ფონზე. ექსპერტთა შეხედულებებს არ იზიარებენ თავად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. კახაკუკავა ნაწილობრივ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ პასიური ზაფხული წინასაარჩევნო პერიოდში დაშვებული შეცდომების შედეგია. ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მსგავსად ცხელი ზაფხული ჰქონდათ. რომ განხორციელებულიყო ის გეგმა, რომელიც ჰქონდა ეროვნულ საბჭოს, დღეს არ იქნებოდა ასეთი პასიური პოლიტიკური სეზონი და მე დღეს შეიძლება თბილის სხვა მერი ყოლოდა, მაგრამ დღეს ჩვენ ვიმკით იმ შეცდომების შედეგებს, რომელიც დაშვებული იქნა გაზაფხულზე. ჟურნალისტებმა კარგად უწყით, რაოდენ ცხელი ზაფხული ქონა დღეს წელს უпростоრეთ ძალიანად ოპოზიციას და პირველ რიგში თავისუფალ დემოკრატებს. გნებავთ დევნილების საკითხი აიღეთ, გნებავთ იგივე გარემოვაჭრეების თემა აიღეთ, გნებავთ სხვა პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური საკითხები. ამდენად მე ამას სუმცირე არ დავეთანხმებოდი და არაკორექტული იქნებოდა თავისუფალი დემოკრატების მიმართ ამგვარი განცხადების გაკეთება. მე პირადად მთელი ზაფხული აქ ვიყავი ამ შენობაში და ვმუშაობდი. არსებობს მოთხოვნილება, როგორც ჩანს ჩვენს ექსპერტებში, რომ მუდმივად ქუჩაში უნდა იყო და უნდა იყეფებოდა და ეს ესე არ ხდება. ჩვენ არ ვისვენებდით, საზოგადოება ისვენებდა. საზოგადოებას უფლება აქვს, რომ რაღაცა პერიოდი დაისვენოს პოლიტიკისგან და მე ვფიქრობ, ეს უფლება მათ უნდა მივცეთ. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზაფხულის პერიოდში როგორც დევნილების და გარემოვაჭრების პრობლემებში, ასევე ახალი კონსტიტუციის განხილვაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული. რაც შეეხება პოლიტიკური პროცესების გააქტიურებას, წინა წლის მსგავსად შემოდგომა დაპირებენ. დათო იმედაშვილის ფილმი ზღვა სიყვარულია კინოეკრანებზე აღარ გამოვა. სპეციალურად ამ ფილმისთვის საქართველოში პამელა ანდერსონი იყო მოწვეული. თუმცა მაღალბიუჯეტიანი ფილმისათვის ბიუჯეტი ვერ იშოვეს. რეჟისორი ამბობს, რომ ფილმს კერძო ინვესტორები აფინანსებდნენ, თუმცა მათი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს. რა ვარაუდებია ფილმის გადაღებების შეწყვეტასთან დაკავშირებით და როგორ დასრულდა მოლაპარაკებები ჰოლივუდის ვარსკვლავთან, ნახეთ თამარ გრძელიძის რეპორტაჟში. 6 თვის განმავლობაში მზადდებოდა ეს პროექტი. უკვე ჩაშვებული ჰქონდა წარმოებაში, სამწუხაროდ გაგვიჩერდა ბათუმში ორი გადასაღები დღეც გავაკეთეთ. პროექტი, რომელზეც დათო იმედაშვილი საუბრობს, მისი ფილმი ზღვა სიყვარულია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფილმი ხელისუფლების დაკვეთით მზადდებოდა და მას პიარ დატვირთვა უნდა ჰქონოდა. იმასაც ამბობდნენ, რომ რეჟისორმა პროექტის განხორციელებისათვის 2 მილიონი მოითხოვა, რაზეც მას უარი უთხრეს. გადაღებებიც ამის შემდეგ შეწყდა. დათო იმედაშვილი ამბობს, რომ ფილმი მაღალბიუჯეტიანი იყო, თუმცა 2 მილიონზე საუბარი არ ყოფილა. ის ხელისუფლების ჩართულობასაც უარყოფს. ერთადერთი, რასაც რეჟისორი ადასტურებს, ის არის, რომ ფილმის გადაღება უსახსრობის გამო შეწყდა. რაღაცა ხდება კინოში, არა მარტო აქ, ჰოლივუდშიც კი.
ინვესტორებმა დაფინანსება შეაჩერეს გარკვეული მიზეზების გამო ეს უკვე მათი პირადი გადაწყვეტილება იყო. ერთ-ერთი როლი ფილმში პამელა ანდერსონს უნდა შეესრულებინა. ფილმი თანამედროვე კონკიეს ისტორიაზეა აგებული, რომლის როლსაც სოფო ნიჟარაძე განასახიერებდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი კი კეთილი ფერიის როლში მოგვივლინებოდა, რომელიც შეყვარებულ წყვილს ეხმარება. უცნობია რა ჯდებოდა ანდერსონის საქართველოში ჩამოყვანა, თუმცა ცნობილია, რომ მსახიობმა თანხის ავანსი უკვე აიღო. თლიანი თანხა ვარსკვლავისთვის არ გადაურიცხავთ. აი ზუსტად როდესაც დასრულდა უკვე მოლაპარაკება და თანახმა იყო სტარი ფილმში მონაწილეობაზე, მაშინ უკვე ჩვენ ვეღარ დავაფინანსეთ პროექტს. ფილმში სხვა სიყვარულია როლი ნინი ბადურაშვილსაც ჰქონდა. ის ბოროტი დედინაცვლის შვილი უნდა ყოფილიყო. სცენარი მოსწონდა და გული წყდება, რომ ფილმი აღარ გამოვა. ძალიან მონდომებული ვიყავი, რომ გადამეყვა ამ ფილმში და როლიც რაღაც ძალიან სახასიათო მქონდა და ვთვლი, რომ კოლექტივი ძალიან კარგი იყო და საერთოდ მე მგონი ძალიან კაი ფილმი გამოვიდოდეს სამწუხაროდ. ახლა ცოტა ხნის წინ შევიტყო, რომ გადაღებები შეჩერდა. ოცნების ქალაქის რეჟისორს უახლოესი გეგმები უკვე დასახული აქვს. ის მორიგი ფილმის სცენარზე მუშაობს. დათო იმედაშვილის ახალი ფილმი კინოეკრანებზე გაზაფხულზე გამოჩნდება. განათლების სამინისტროში გასული წლების ფინანსური დარღვევების შესწავლა გრძელდება. გიანოდია კი, რომლის მინისტრობის პერიოდში სამინისტროს აუდიტის განყოფილებამ დარღვევები აღმოაჩინა, უკვე თბილისში იმყოფება. თანამშრომლებისთვის მისთვის ჯერ გამოძიებას არ მიუმართავს, თუმცა ნოდია წინასწარ ამბობს, რომ საკუთარი თანამშრომლების კეთილსინდისიერებაში დარწმუნებულია და შესაძლოა სპორტული ინვენტარის შეძენის დროს განათლების სამინისტროს რომელიმე მაღალჩინოსანმა უბრალოდ შეცდომა დაუშვა. შეცდომა თუ თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ვინდა რაში გაფლანგა 600,000 ლარი შორენა ხვიჩი არ გვევდა. აი ასეთი ბურთების შესყიდვის დროს ზოგიერთმა უსინდისო ჩინოვნიკმა მიითვისა 170,000 ლარი. მე ცხადია მახსოვს, რომ იყო სპორტული ინვენტარის შესყიდვის პროგრამა. ფეხბურთის ბურთები, რომელზეც განათლების სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საუბრობს, ყოფილ მინისტრ გიანოდიას კარგად ახსოვს. იხსენებს, რომ ბურთების სხვა სპორტულ ინვენტართან ერთად სამინისტრომ ნამდვილად შეისყიდა და სკოლებში მის დასარიგებლად უწყების მაშინდელი ხელმძღვანელი თავად დადიოდა. ვიღაცას რაღაც ვერსია უჩნდება და ვიღაცა რაღაცას ვარაუდობს, მაგრამ მე აქცად ვარაუდობ, მე გაკვირვებული ვარ გარკვეულად, რომ ასეთი ბრალდებები არსებობს, მაგრამ კონკრეტული არაფერი თქმა შემიძლია, იმიტომ რომ კონკრეტული არაფერი არ ვიცი. შემიძლია თქვა, რომ მე მაშინაც და ახლაც მაქვს სრული ნდობა ამ ხალხის პატრიოტიზმის, კეთილსინდისიერების და პროფესიონალიზმის. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ვიღაცას რაღაც შეიძლება შეეშალოს, მაგრამ შემთხვევაში მე ნამდვილად არ მგონია, არც ახლა არ მგონია, რომ ვიღაცა რაღაცას იქ ასე შეგნებულად ითვისებდა და არაკეთილსინდისიერად მუშაობდა. გიანოდია ფიქრობს, რომ 600,000 ლარი, რომელიც განათლების სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით მისი მინისტრობის დროს გაიფლანგა, შესაძლოა რომელიმე მაღალჩინოსანის შეცდომა იყოს და არა არაკეთილსინდისიერი მუშაობის შედეგი. გიანოდიას თქმით, სამინისტროში შემოწმებები მანამდეც მიმდინარეობდა. ყოფილი მინისტრი იხსენებს, რომ კონტროლის პალატას ჯერ კიდევ 2008 წელს 2003 წლიდან 2007 წლამდე სამინისტროს ყველა ფინანსური ოპერაცია შესწავლილი ჰქონდა. ჩემ დროს იყო პრაქტიკულად გამოძიებული კი არ კონტროლის პალატის შემოწმება იყო, რომელიც შეეხებოდა პრაქტიკულად მთელ პერიოდს, ну, ალბათ 2003 წლიდან 2008 წლამდე იყო ერთი, აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ორი სხვადასხვა შემოწმება მიდიოდა. ვიდრე განათლების სამინისტროს აუდიტის განყოფილება 2008 წლის დარღვევების შესახებ საჯაროდ განაცხადებდა, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ აუდიტის დეპარტამენტს 2007 წლიდან 2009 წლამდე დარღვევები უნდა გამოევლინა. ამის შემდეგ მალევე გაკეთდა განცხადება 2008 წელს 600,000 ლარის გაფლანგვის შესახებ. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს შემოწმებას და მე გვპირდებით, რომ არავის მივცემთ უფლებას მიითვისოს მატერიალური რესურსი, რომელიც განკუთვნილია ჩვენი ბავშვების განათლების მისაღებად. განათლების სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თქმით, სამინისტრო ახალი დარღვევების შესახებ ინფორმაციას ისევ გაავრცელებს. აუდიტის გამოსაკვლევი 2009 წელი დარჩა. ამ პერიოდში კი განათლების მინისტრი ნიკა გვარამია იყო. მე მინდა წარმოგიდგინოთ ახალი მინისტრი, რომელიც ჩემი მეგობარიც არის, ჩვენ კურსელები ვართ, დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და მხოლოდ კარგი შემიძლია მასზე ვთქვა. მე დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი სფეროა, ისე როგორც ჩემთვის იყო ერთი წლის წინ, მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული და მნიშვნელოვანი სფეროა, დიმიტრის აქვს ის პოტენციალი, რომ აქ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიოს. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მუდამ თქვენთან ნიკა გვარამია. დიდი მადლობა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი საქართველოს მთავრობაში.
და დავპირდებ მას, რომ ყველა ეს რეფორმა, რომელიც მან დაიწყო, დაჩქარდება და ჩვენ ერთად ბოლომდე მას მივიყვან. ეს განცხადებები განათლების ყოფილმა და ახლანდელმა მინისტრებმა 2009 წლის 8 დეკემბერს გააკეთეს. მაშინ დიმიტრი შაშკინმა მინისტრის პოსტზე შეცვალა ნიკა გვარამია, რომელიც საზღვარგარეთ სასწავლებლად წავიდა. ახლა კი დიმიტრი შაშკინის აზრით ერთ-ერთი წარმატებული მინისტრის დროს არსებულ ფინანსურ დარღვევებს ისევ დიმიტრი შაშკინის ბრძანებით მისივე უწყება გამოიკვლევს.